მიმდინარე პროცესებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებული ინფორმაციით შეერთებული შტატებიდან ადევნებს თვალს. რისი უფლება აქვს მოქალაქეობა დაკარგულ მიხეილ სააკაშვილს, შეუძლია თუ არა მას საზღვრის გადაკვეთა. სამართლის სპეციალისტები მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. იურისტებს ქეთი ქაშაკაშვილი ესაუბრა. ქეთი, რაზე საუბრობენ იურისტები? რა უფლებები აქვს პირს, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა აღარ აქვს, რას უკრძალავს და რის უფლებას აძლევს მას კანონი? ამ კითხვით მიმართეთ დღეს ჩვენი იურისტებს, ვინაიდან პეტრო პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი არ საჯაროვდება, შესაბამისად უცნობია, როდიდან შედის ძალაში მისი გადაწყვეტილება. როგორც იურისტი სოსო ბარათაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უკვე მოქალაქეობის არ მქონე პირია, მისი პასპორტი გაუქმებულია და შესაბამისად მას საზღვრის გადაკვეთა აღარ შეუძლია. ყოფილ პრეზიდენტს უფლება და იწყოს სამართლებრივი ბრძოლა და პარალელურად მოითხოვოს იმ ქვეყანაში, სადაც ახლა იმყოფება მოქალაქეობა, თავშესაფარი ან ბინადრობის უფლება. რაც შეეხება მის ექსტრადირებას, როგორც იურისტები ამბობენ, ამ დრომდე მას იცავდა უკრაინის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება დაუშვებელია, თუმცა მოქალაქეობის დაკარგვის პარალელურად მან დაკარგა პირდაპირი მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე. ამ თემაზე დღეს რამდენიმე წუთის წინ კომენტარი კიევში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმაც გააკეთა. Вернуться, слава Богу, он может. მადლობა ღმერთს, მას დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს პლუსიც არის და მინუსიც. შეუძლიათ რომ დაბრუნებისთანავე დააპატიმრონ. ამ დროისთვის მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. როგორც ვიცით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და ისინი მუდმივად თხოვენ უკრაინას სააკაშვილის გადაცემას. ახლა ამის შანსი უფრო დიდია. არსებობს უფრო დიდი საშიშროება, რომ როდესაც სააკაშვილი ჩამოვა აეროპორტში, შეუძლიათ ჩამოართვან პასპორტი და თეორიულად შეუძლიათ დააკავონ თუ უკრაინაში რაიმე გამოძიება მიმდინარეობს, ისე რომ ჩვენ არ ვიცით. ამ დროისათვის მას აღარ აქვს უკრაინის პასპორტი, და გამომდინარე, ვინაიდან მას არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს უკრაინაში ჯერჯერობით შესვლას, თუმცა ეს გასაჩივრების უფლება მას რჩება ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჭიროების შემთხვევაში. პარალელურად შეიძლება მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, ანუ შეჩერება აი ამ აქტისა, ხოლო თუ შეჩერდება ეს დროებით მაინც უკრაინის პრეზიდენტის აქტი მოქალაქეობის შეჩერების შესახებ, მისი პასპორტის მოქმედება აღდგება და მას შეიძლება უკრაინაში დაბრუნება. მას ადრე იცავდა უკრაინის კანონმდებლობის 599 მუხლი, რომელიც მიგრაციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა, რომ უკაცრავად ექსტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა, რომ ექსტრადიცია დაუშვებელია იმ პირის, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე. აქედან გამომდინარე, პირდაპირ და უშუალო მხარდაჭერა მას საკანონმდებლო დონეზე აღარ აქვს და ის შეიძლება დაექვემდებაროს ექსტრადიციას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. დღეს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. Here is definitely showing that this is not only a towards their citizens. Now, on the smartly, rationally, with care. როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა. მას არ უნდა მიეტოვებინა ქვეყანა, რომელმაც ორჯერანდო პირველი პირის და ქვეყნის მთავარ სარდლის როლი. უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2015 წელს მიიღო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის ჯერ პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი იყო, მოგვიანებით კი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. დაახლოებით 1 წელიწადში სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და პრეზიდენტ პოროშენკოს ღიად დაუპირისპირდა. საბოლოო ჯამში კი უკრაინული პასპორტი და უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ მისცა, სააკაშვილმა ისევ პოროშენკოს გადაწყვეტილებით დაკარგა. მადლობა ქეთი, მოამბის პირდაპირ ეთერში ქეთი ქაშაკაშვილი საუბრობდა.